როდესაც მე ჩამოვედი და ფეხი დავდი ქართულ მიწაზე, რაღაცა საოცარი გრძნობა დამეუფლა. მე დავიბადე ჩერქეზეთში, ადიღეს რესპუბლიკაში, არის ულამაზესი სრულიად არაჩვეულებრივი სოფელი, ჩვენ ჩრდილო კავკასიაში აულსვეძახით, ჯეჯახაბლი ქვია მას. მე-10 კლასში ვიყავი, როდესაც ცნობილი ენათმეცნიერი პროფესორი, მესამეთა დოქტორი ზეინაბ ჭრაშა ჩამოვიდა ჩვენ სკოლაში. ქაბატონ ზეინაბს სჭირდებოდა ახალგაზრდების შერჩევა, რომლებიც ისწავლდნენ კავკასიურ ენებს. პირველი შეხვედრა იყო ასეთი საოცრება, იმიტომ რომ მე შემხვდნენ ადამიანები ქუჩაში, ტრანსპორტში ძალიან გარეგნულად გავდნენ ჩერქეზებს. პირველად გავიგე ქართული ხანგები, ქართული ლაპარაკი. საოცრად მომეწონა, იმიტომ რომ ძალიან გავდა ჩერქეზულ ბგერებს, თუმცა ჩვენ განსხვავებული ბევრი ბგერებიც გვაქვს. ასე მოხდი მე მე-6 კორპუსში, იქ მდებარეობდა კავკასიური ენათა კათედრა. ის ხდომა იყო, ბრძანდებოდნენ ბატონი არნოლდ ჩიქობავა, გიორგი როგავა, ქაბატონ ქეთევან ლომთაძე, ის კორიფეები, უდიდესი მეცნიერები. საოცარი ლექციების მოსმენის საშუალება მოგვეცა ჩვენ კავკასიელ სტუდენტებს, მერე ასპირანტებს. როგორც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, სალაპარაკო ენა კი ვიცოდი, მაგრამ ლინგვისტური ცოდნა ჩემი ენის არ მქონდა. არ არის სასწაული, რომ დიდმა პედაგოგებმა, დიდმა მეცნიერებმა, დიდმა არნოლდ ჩიქობავამ, დიდმა გიორგი როგავამ, განუმეორებელმა მეცნიერებმა და ქალბატონმა ქეთევან ლომთათიძემ მე მას სწავლეს ჩემი მშობლიური ენა, ჩემთან ერთად სხვა სტუდენტებსაც, რომლებიც ეუფლებოდნენ თავიანთ ენებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მე იმდენად მეჩქარებოდა, იმდენად სწრაფად მინდოდა ქართული მესწავლა, ესე იგი ქართული ზღაპრები ძაღლი და მამალი დაძმობილდნენ, რაღაცა სხვადასხვა მორის ფოცხიშვილის ლექსები მომწოდა. ეს ყველაფერი ბალიშის ქვეშ იდო, დღე და ღამე ამით ვიყავი აღტაცებული. ცხოვრობდი საერთო საცხოვრებაში, სადაც ქართველი სტუდენტები ჩემთან იყვნენ, ჩვენ მეგობრობდით, მაგრამ ერთი პრობლემა შეიქმნა, რომ გურულებთან ვიწყებდი გურულ კილოზე საუბარის, მეგრელებთან მეგრული აქცენტი მქონდა ხოლმე, ხო და მე დამჭირდა მე ეთით დიალექტებში კარგად გარკვევა, რომ სალიტერატურო ენაზე მელაპარაკა. დავამთავრე მე ასპირანტურა, იმის მერე ვმუშაობ ჩვენ კათედრაზე უკვე როგორც პედაგოგი და ვასწავლი ჩემ ენას. ეს არის განსაკუთრებული ადგილი, სადაც მე მოვდივარ დიდი სიხარულით ყოველ დღე და სხვათა შორის ამდენი წელია ხომ აქვს პრაქტიკა, როგორ უნდა ასწავლო სტუდენტებს. მე ერთი კვირით ადრე ვიწყებ ისე მომზადება. მე ვცდილობ თითო სტუდენტის ინტერესებს მოვერგო, გავიგო, დავაინტერესო თუ ვხედავ ნაკლებად დაინტერესებულია. მე ამაყება, რომ აქ მე მაქვს საშუალება ვასწავლო ჩემი მშობლიური ენა, ჩემი ჩერქეზული ენა, ჩემი ხალხის კულტურა და საოცრად ბედნიერი ვარ, როდესაც ვხედავ ქართველ სტუდენტებს, რომლებიც ასე ინტერესდებიან ჩემი ხალხით, ჩემი ხალხის წარსულით და ისეთი დიდი სიყვარულით სწავლობენ ენას, რომ თითო ლექცია ჩემთვის არის ზეიმი, ბედნიერება. მე მოვდივარ ხოლმე როგორც ჩვეულებრივ ლექციაზე კი არა, განსაკუთრებული მოვლენა ჩემ ცხოვრებაში, აქ ფეხის შემოდგმა, შესვლა აუდიტორიაში და ურთიერთობა საყვარელ სტუდენტებთან.
კავკასიოლოგიით ჩემი დაინტერესება შემთხვევით არ ყოფილა. დედოფლის წყაროში სასწავლო ცენტრ სპექტრში, სადაც მიმდინარეობდა კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის ლექციების მოსმენა. მაშინ მოვისმინე კავკასიოლოგიის როგორც ამ დარგის შესახებ, პირველად ინფორმაცია მაშინ გავიგე. ამ პროექტის კოორდინატორი გახლავთ ქალბატონი თამარ უჯუხო. მაშინ გადავწყვიტე, რომ ამერჩია ეს პროფესია და პირველ ნომრად ჩამეწერა სწორედ კავკასიოლოგია. თბილისი ხوارი კავკასიური ენების შესწავლის ცენტრი, აქ გაჩნდა ეს იდეა, აქ დაარსდა ეს უდიდესი სკოლა. დღესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტი წარმატებით მუშაობს ამ მიმართულებით. აქტიურად ამზადებენ კადრებს. არაფრით არ შეიძლება ადამიანმა არ იცოდეს ვინ არის მისი მეზობელი. წარმოიდგინეთ, გინდ სოფელი, გინდ ქალაქი, ვინც ცხოვრობს, მაცხოვრები, არ იცის მის წინ ვინ ცხოვრობს, მის გვერდით ვინ არის. ხო, ეს ხო შეუძლებელია. ცოდნა შენი მეზობლისა იმის მომტანია, რომ შენ მას პატივს სცემ, შენ ის გეყვარება. მე სრულიად გულწრფელად მიყვარს ეს ხალხი, ეს ქვეყანა, ეს არაჩვეულებრივი კულტურა, ყველაფერი რაც ქართულია. ეს იყო დიდი ბედნიერება ქართული ენის სწავლების დროს, ჩემი ხარვეზები, ჩემი შეცდომები. მე ვზდი სტუდენტებს, ახალგაზრდებს. აუცილებლად ყველამ უნდა თავისი შემცვლელი, თავის საქმის გამგრძელებელი უნდა მოამზადოს. სანამ შევძლებ მთელი სიხარულით, სიყვარულით, მონდომებით, დიდი პასუხისგებლობით ვასწავლი ჩემ მშობლიურ ენას. სიადგა ჭასახარ, ღათხაფა მიფსკუპჭიმ, ადგაბზე მიმავ, სიშვაგუშ ვაზაჭეხამი.